Არელოდით ბუნებრივია ასეთ განაჩენს. შეიძლება ვთქვათ, რომ უფრო მსუბუქ განაჩენს ელოდით? დიახ. მაშინ როგორ ფიქრობთ, რატომ დადგა ასეთი განაჩენი? მით უმეტეს, როდესაც 12-მა ნაფიცმა მსაჯულმა ერთხმად ცნო მაგდა დამნაშავედ. პირველ რიგში იმას აღნიშნავ, რომ მომხდარიდან პირველივე დღეებიდანვე დიდი ხარვეზებითა და ძალიან უდანაშაულ უსამართლოდ მიმდინარეობდა ამ თემის განხილვა. პროკურატურამ ყველაფერი გააკეთა, რომ მაგდა გაეშავებინა და უარყოფითად ეჩვენებინა საზოგადოებისთვის. რა თქმა უნდა, ის მსაჯულებიც ჩვეულებრივი ადამიანები იყვნენ და ჩვენსავით ისმენდნენ ტელევიზიით ამ ყველაფერს. ეს იყო ძალიან დიდი შეცდომა პროკურატურის მხრიდან და გამოძიების მხრიდან. პირველივე წუთებიდანვე იქნა მათი შეცდომა დააკავეს თუ არა. თუმცა ტელევიზიით არ ისმენდნენ ისინი ქალბატონია, იქ იყვნენ და იქ არა, შინაარსი ხო შეექმნათ თავიდანვე და რა თქმა უნდა ეხლა დეტალებში განხილვა მოხდა სასამართლოზე, მაგრამ მე ერთი კითხვა მაქვს მსაჯულებთან, როდესაც იხილავდნენ ამ მტკიცებულებებს, რატო არ მიაქციეს ყურადღება იმ ყველაზე მნიშვნელოვან თემას, რაც არის მაგალითად რომ დნმ არ ემთხვევა ომარის ნაკაწრ მკლავზე, სადაც შემოხეულია მაიკა და აღებულია მაგდას დნმ ფრჩხილიდან. თუნდაც თორნიკეს სახიდან, ნაკაწრ სახიდან აღებულია დნმ და ამასაც არ მიაქციეს. ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია. არ მიაქციეს ყურადღება იმას, რომ გაწყვეტილია ბავშვის ჯვარი, რომელიც არის მნიშვნელოვანი ცოტა ისეთი მკვრივი თასმა, რომელსაც მაგდა ვერ გაწყვიტავდა და ეს არის აშკარად ის სცენა ჩამოყალიბებული, რომ ალბათ ომარი ბრძოლობდა, რომ ბავშვი ისინი ხომ ერთად იყვნენ, როგორც მაგდა იძახის და გაწყვეტილია ამ ალბათ მომხდარი ამბის დროს, როდესაც ჩხუბობდა. თუმცა პროკურატურამ დაადგინა, რომ ბავშვის თორნიკეს ამ შემთხვევაში გარდაცვლილი თორნიკეს ფრჩხილებში აღმოჩენილი არის მაგდას მაისურის ბოჭკოები. ეს სხვა საკითხია იმ ხრივ, რომ ეს ტანსაცმელზე ვლაპარაკობთ ამ წუთში თქვენ რაც შემიკითხეთ, მაგრამ მე ვლაპარაკობ აი ამ აფარებულზე, ვითომ გაგუდას რომ ვლაპარაკობენ, აი იქიდან ხომ არის რა სპეციფიკულებაში დევს. კი, რა თქმა უნდა, მაგრამ ის რაც თქვენ ახლა ბრძანეთ, ეს არის ტანსაცმლის ბოჭკოები, რომ ხელით შეხებული ის არის თემა ეს და. ქალბატონია, საინტერესოა თქვენი ვერსია, მომხდარის თქვენი ვერსია როგორი არის? ანუ რას ვარაუდობთ, რა ეჭვები გაქვთ, რომ ამ შემთხვევაში საზოგადოებას რა არის იცით, მე სულ ყოველთვის ვიძახი და ახლაც იგივეს გავიმეორებ, რაც არ დამინახია ძალიან ძნელია რომ ვინმეზე ხელი გაიშვირო, მაგრამ იმდენი საეჭვო კითხვაა და ისე ჩამოყალიბებულად არის შემაზრონებაში ძალიან დიდი ეჭვები, რომ არ გავაჟღერო არაფრით არ შეიძლება რა ხალხო, როგორ შეიძლება თვენახევრის შემდეგ აღმოჩნდეს სისხლიანი ტახტი, რომელსაც დედამთილი წარმოადგენს გამოძიების თუმცა ქალბატონია ამ შემთხვევაში მეც ასე ვთქვათ ჩაგეჭრებით პროკურატურის ვერსიით სწორედ ამ ტახტზე ასე ვთქვათ დაასვენეს ცხედრები და ეს ტახტი ასევე ზედაპირი იყო გაწმენდილი და შემდეგ უკვე გაიტანეს გარეთ და თითქოს ის განიავდა მათი ვერსია ეს არის მაგრამ შიგნით თვითონ ტახტში პროკურატურაში აცხადებენ სისხლი იყო მე ერთი რამე მინდა აღვნიშნო ეს ტახტი მთლიანად გაიტანეს იქ არ იყო დასვენებული იმ ტახტზე არ იყო დასვენებული ცხედრები მთლიანად იყო ოთახში გატანილი და იქ იყო ნივთები დალაგებული და მე შეკითხვა მაქვს დედამთილთან თუ როდესაც შემოიტანა იქ და დედამთილთან რატომ გაქვთ შეკითხვა იმიტომ რომ ოჯახის წევრია და როდესაც შემოიტანეს ხო როგორც ქალმა ხო უნდა გაეფენთხა ხო უნდა გაესუფთავებინა მე რო იძახიან ერთი თვენახევრის მე რო ამ შემთხვევაში როგორ ფიქრობთ თქვენ შეკითხვა დედამთილთან უნდა გქონდეთ თუ პროკურატურასთან პირველ რიგში დედამთილთან უნდა გქონდეს და რა თქმა უნდა იმ უნიათო გამოძიებასთან რომ პირველივე დღიდანვე დიდი ხარვეზებია ამ საქმესთან დაკავშირებით გამოძიებელი რომ იძახის რომ შევედი იქ დამხვდა დედამთილი ქალბატონი ლილი რომელიც იჯდა ტახტზე და სხვა იძახის რომ აი აქ მოხდა მკვლელობა ამ ტახტზე მე არ უნდა შევამოწმო რაზე მიანიშნებს ჯერ რაიცის რომ იქ მოკლა და იმ წუთასვე გამოძიებელი იყო თუ ექსპერტი იყო ხო უნდა გაესინჯათ არა ის ტახტი როგორ შეიძლება ეს გასინჯოს და გარეშე დარჩენილიყო ეს ტახტი ხო უნდა ენახათ არა ის ნივთი ქალბატონია
ერთი ძალიან საინტერესო თემა მინდა გავაჟღერო, რომელიც თქვენც იცით ამავე დროს, პროკურატურა აქვეყნებს და გამოაქვეყნა უფრო სწორედ, ჯერ კიდევ რამდენიმე ხნის წინ, ეგრეთ წოდებული დღიური მაგდა პაპიძის, სადაც იქ წერია, მე ვახდენ ციტირებას უბრალოდ. ურო ნაჭრით გახვეული პარკები დიდი გახსნილი, გამზადებული პირსახოცი, გამზადებული წყალი გავსებული ტოლჩა, ჩაინიკი, ტანსაცმელი გაუმზადო ორივეს, გავიმზადო ტანსაცმელი, კიდევ ერთხელ ვამბობ რომ ვახდენ ციტირებას, სიდენეებს გადავაფარო შავი დიდი პარკები. აი ამ ჩანაწერზე რა სიტყვით? რას ნიშნავს ეს? აი რას ნიშნავს ისეთ თუ კი უროთია მკვლელობა და ის ნაჭერში იყო გახვეული ასეთ ბასჭრილობებს როგორ მიაყენებდა ომარის თავზე. თქვენ რომ გაეცნოთ იმ დეტალებს როგორ არის დაზიანებული ომარის თავი, აი გავაუცდებით პირდაპირ. თუ კი ის ნაჭერში იყო, მაშინ ის ნაჭერი სად არის? მაშინ რატომ არის სუფთა, როდესაც გვაჩვენებენ ამ უროს მთელი თვეების განმავლობაში სუფთა იყო ეს ურო. არა, აქ საუბარი არის, ასე ვთქვათ, ასე ვთქვათ, როგორ გითხრათ, თითქოს მაგდა ემზადებოდა წინასწარ როცა შემდეგ გაახვია ნაჭერში და უკვე ის ტოლჩა ისევ ისე დახვდათ ოთახში თუ ამზადებდა მაგალითად რატომ მანქანაში არ დახვდა ის შავი ცელოფნები მაშინ რის საფუძველზე იხემძღვანელა ამ ექსპერტმა როდესაც ეს ნაწერზე თქვა რომ მაგდას რომელ ნაწერზე იხემძღვანელა მე ძალიან მაინტერესებს თურმე ეს უნდა დაწერილიყო იგივე ტექსტი რამოდენიმეჯერ ამაზე იხემძღვანელა თუ რამეს შეადარა აი ეს მაინტერესებს ძალიან როდესაც ეს არ ემთხვევა იმის მაგდას ნაწერს მე მაქვს მაგდას ჩანაწერები თუმცა პროკურატურის ასე ვთქვათ ვერსიაში ვკითხულობთ რომ დადასტურებულია რომ ეს არის მისი ნაწილი პროკურატურა იმდენ რამეს ადასტურებს რომ მე ერთ სიტყვას არ ვენდობი პროკურატურისა პროკურატურა მიცით რა გამიკეთა ორჯერ მომაწერინა ჩემ ჩვენებაზე ხელი მაგათ როგორ უნდა ვენდო მე მაგათ ვენდობი ერთი წუთითაც არ ვენდობი რატომ არ მოითხოვეთ მაგალითად ალტერნატიული ექსპერტიზა არა ეს იცით რა იყო მე იმდენად ვიყავი დარწმუნებული მაგდას სიმართლეში რომ თავისშვილს არ მოკლავდა და საერთოდ მკვლელობასაც არ ჩაიგდნენ და ვერც კი წარმომედგინა ეხლა მაგისთვის ამ შემთხვევაში თქვენ მხოლოდ იმ ასპექტზე საუბრობთ რომ მაგალითად მაგდა მეც მიჭირს ამ თემაზე საუბარი და რომ მაგდა მაგალითად არ მოკლავდა საკუთარ შვილს და არ გეპარებათ ეჭვი მაგალითად რომ მაგდას შეეძლო ვერ მოკლავდა ომარის ვერ მოკლავდა ჯერ მარტო რატომ იცით ძალა არ ეყოფოთა რომ იმისთვის წინააღმდეგობა გაეწია თუმცა საქმეში წერია რომ ომარს ეძინა ასე ვთქვათ და მძინარეს ახალი ნაჭამი და წარმოიდგინეთ ეხლა ახალი ნაჭამი და 10-15 წუთზე დგება უკვე ომარის სიკვდილი. რა დროს უნდა მოეკლა ხახნო აი გავაანალიზოთ ოღონდაც. რა დროს უნდა მოეკლა ომარი, როდესაც იქ ისეთი საცხოვრებელი ადგილია რომ ნებისმიერი ხმა გადის ოთახებიდან. როგორ ეს ხო ნაბრძოლია ბიჭი იცით როგორად ყესები აქვს დამტრეული ზურგი ისე აქვს დაზიანებული ის გასაგებია აქედან გამომდინარე მაშინ აი როგორ ფიქრობთ ვის შეეძლო თქვენ ამბობთ რომ მაგდას არ ჩაუდენია თქვენი ვერსიით მაშინ ვის შეეძლო ჩაედინა ეს არის მამაკაცი ამის ჩამდენი მამაკაცი აუცილებლად ექსპერტიზის მიხედვით სხვა ადამიანის ან უცნობი ადამიანის დნმ თითქოს არ არის იმიტომ რომ არ აქვთ აღებული და მაგიტომ ერთადერთი მაგდასაგან აქვთ აღებული დნმ რატო არ აი კიდევ ერთი რამე მინდა ვთქვა ურნიდან ამოღებული სურათებზე არის დნმ გაკეთებული სურათები რომელიც ეკუთვნის დედამთილის ახლობელს რატო ჩემი ახლობლის სურათები არ აღმოჩნდა ჩემი შვილის ვთქვა გადაყრილ ნივთებში და ის ფანქრები ზღაპრების წიგნი დახეული არ აღმოჩნდა მაგდას დნმ ხახნო ეს არ ნიშნავს იმას რომ ეს ვიღაცამ გადაყარა ისეთმა ვთქვა შინაურმა და ოჯახის წევრმა საიდან აღმოჩნდა ეს დედა შვილის ფანქრებსა და წიგნს გადააგდებ და მე არ მისმის აინაც არ მოდით აი ძალიან ისეთ დეტალებში რომ არ შევიდეთ მე ვიცი და ნუ პრინციპში ყველამ ნახა ეს კადრები რომ თქვენ იწვევთ დედამთილს კი ბატონო დედამთილს დებატებში რის თქმას აპირებთ მაგალითად მასთან და ამ შემთხვევაში რა არის თქვენი პირადად უნდა არ მოვამზადებ არავითარ შემთხვევაში აი პირადად დამიჯდეს და გავცეთ ნორმალურად დავპატიჟეთ ჩვენს ეთერში ქაფეაშვილების ოჯახის წევრები თუმცა მათ უარი განაცხადეს სტუდიაში აი რატომ უნდა სკოს უარი ჩემთან საუბარზე მეც დაზარალებული ვარ მისნაირად რატომ უნდა სკოს უარი მე მას ისეთ კითხვებს დაუსმევ რომ ჩამოაყალიბოს თავისი აზრი აი მაგალითად რა კითხვებს დაუსვენ არაფერს არ გავაჟღერებ უნდა დამიჯდეს წინ და ველაპარაკო ყველაფერს აქ ისეთი დეტალებია რომ თვითონ უნდა მითხრას პირდაპირ და უნდა ამოვიკითხო მე მაგის თვალებიდან სიმართლე იმიტომ რომ როდესაც მაგდა ეუბნება რომ დავურეკოთ პატრულს რატო ეუბნება უარს იმ საღამოს უარს ეუბნება რომ თურმე ომარის პატრული არ უყარს რას ქვია პატრული არ უყარს მაგ სფეროში მუშაობდა ბიჭი და მეგობრებიც სავსე იყო მაგ სფეროში როგორ შეიძლება არ უყარს რას ქვია
ქალბატონია მართალია მინიკაური არ მობრძანდა ჩვენთან სტუდიაში, თუმცა ომარ ქაფიაშვილის ძმამ განაცხადა, რომ თქვენ თითქოს იყავით, ასე ვთქვათ, მათთან ოჯახში და თქვენ განაცხადეთ, რომ ქმარშვილი სწორედ მაგდამ მოკლა. რამდენად ადასტურებთ ამ ინფორმაციას? მეგეუბნებით, ეს თქვა ომარ ქაფიაშვილის გარდაცვლილი ომარ ქაფიაშვილის ძმა. თითქოს ეჭვი გაგიჩნდათ, რომ მაგდა პაპიძემ ეს უნდა დამიდასტუროს პირადად. მე არასოდეს არ მიღიარები ეს. ერთადერთი როდესაც პირველ დღეს დავრეკე და ლანას ველაპარაკე, ლანამ კიო და წიო და ეს რაღაც აფექტში იყო ბავშვი, მითხრა ლანამ, რომ დედა იცი მაგდას ბრალდებაო. აი ეს იყო და მაგდა მოკლა, მე უთხარი შევეკითხე, რას ლაპარაკობ? იცით ეჭვები საით გამექცა? იარაღი ჰქონდათ სახში, ან ერთმა ხო არ გაისროლა, არ მეორე. რაღაცა საშინელება ხო არ მოხდა მეთქი, ბატონო. იყო ამის წინაპირობა ზოგადად ოჯახში? არა, არაფერი, მაგრამ რადგან ბრალდება მაგდასო, თქვა, მე იარაღზე გამექცა აზროვნება. ბატონე პროკურორი რო გამოდის ტელევიზიით და ასე პირდაპირ ხელს მადებს, რომ თურმე დედამ თქვი შვილზე, რომ მაგდა მოკლა, რის საფუძველზე იძახის ამას? მე სახალხო თითქოს პირველ ჩვენებაში ეს ყველაფერი დევს ამ თქვენი ნათქვამ. ძალიან ბევრი სიცრუე დევს მაგათ ნაწერში. მე ვაღიარებ ამას, ძალიან ბევრი სიცრუე. ის აბზაცი, რაც სოციალურ ქსელში გავრცელდა, რომ მე მაგდას საწინააღმდეგო ჩვენება მივეცი, მე ვფიცავარ ჩემი თორნიკეს სულს, თუ მე ასეთი რამე დამეწეროს. ხალხო ვაღიარებ სახალხოდ. რაში დასჭიდათ მთელი დედაც შვილის წინააღმდეგ გამომიყენეს და ჩამოაყალიბეს მაგდა ძალიან უარყოფით პიროვნებად. ეს როგორ შეიძლება? ამიტომ მე არ გამიყვანეს სასამართლოზე. თქვენ იცით, რომ მე ამიკრძალეს იქ გასვლა და მომხსნეს მოწმეთა სიიდან. ეს რატომ უნდა ყოფილიყო? მე არ მქონდა ერთადერთი მოწმე გავხდი, პრობლემა რომ გავსულიყავი და ამას ისე დროს ვიგებ, რომ უკვე დაცვის მხარესაც ვეღარ შევყავარ, იმიტომ რომ სიები გადაცემული აქვს უკვე მოსამართლისთვის. ქალბატონია, თქვენ ახსენეთ, რომ როდესაც მე გკითხეთ, რა ეჭვები გაქვთ, თქვენ ახსენეთ, რომ აქ თითქოს მამაკაცის ხელი ურევია. თქვენ ამ შემთხვევაში ხომ არ მიანიშნებთ საქმეშიც ფიგურირებს მეგობარ მამაკაცი. მეგობარ მამაკაცზე კი მქონდა ეჭვი, იცით, აი ნამდვილად მქონდა, მაგრამ აი რა დავარქვა მაშინ აი ამ ტახტის თემაზე. ეხლა რა ქვია, ოთო ბერძენიშვილი რა შუაშია იმ ტახტის თემასთან, რომელიც თვენახევრის შემდეგ გამოაჩინა დედამთილმა სააშკარაოზე. ეხლა ოთო ბერძენიშვილი აქ რა შუაშია ვთქვათ, ან კიდევ ეს გადაყრილი ნივთები ზღაპარს როგორ შეეხებოდა. შეგიძლიათ მაგალითად დააკონკრეტოთ თქვენი ვერსიით, რას მალავს ამ შემთხვევაში მეორე მხარე. იცით რა არის, აი ჩემი ეჭვებით სრულყოფილად ვაყალიბებ ჩემ აზროვნებაში, მაგრამ ამას დამტკიცება უნდა და ნამდვილად ის უნდა ეჭვის დონეზე მე ვფიქრობ, რომ დედამთილი ვიღაცას ხელს აფარებს. ნამდვილად. პირველი სამძიმრის დღეს, როდესაც მე ჩამოვედი და იმ დღითვე მივედი სამძიმარზე, საღამო პერიოდში სამზარეულოში გავედით მე და ლანა. როდესაც შევდიოდით, ერთ-ერთი ბიჭი ჩამოხლული იყო იქ, ეს არის მახოსთან ერთად ნაჯდომი ბიჭია ციხეში, ეს მახსოვს სახელი და გვარი ახლა გავიხსენებ. არ აქვს მნიშვნელობა. ხო, და ჩამოხლული იყო და ჩუმად ლაპარაკობდა, აი ასეთი ფრაზა გავიგე. ყველაფერი ისე მიდის ბრატ, როგორც ჩვენ გვიდა. და ამან ძალიან დამაეჭვა, იცით და მე აღარ შევედი სამზარეულოში და დაველოდე ლანას. ფრაზა საკმარისია, რომ მაგალითად. დიახ, რაღაცა ეჭვები გამიშდა, იცით, რა თქმა უნდა, რას ქვია, თან ჩუმად ლაპარაკობდა. მე ლანამ უთხრა, რომ რას ვისელაპარაკები? დედა შენმა იცისო, ისო, მახოს არ არისო? ესე იგი იქაც ეძებდნენ. აქაც ეძებდნენ. მართალია საზღვარი გადმოუკვეთია გასვენების წინა დღეს, მაგრამ ეძებდნენ იქაც და აქაც ეძებდნენ. გასაგებია. თუმცა აი როგორ ფიქრობთ ამ შემთხვევაში ქალბატონი ლილი მინდიკაური ხელს აფარებს საკუთარი შვილის და შვილიშვილის მკვლელს? პირადად მე რაღაცნაირად ვერ ვსვამ ლოგიკაში. ლოგიკაში ჯდება ის, რომ მაგდა თავის 5 წლის შვილს მოკლავდა? მაშინ ასე დაუპირისპიროთ ამ აზრს ეს. ლოგიკაში ჯდება ეს, რომ გოგომ როგორი რუდინებით როგორი სათუთად გაზარდა ეს ბავშვი და ლოგიკაში ჯდება ის, რომ 5 წლის ბავშვს ხელი ააფარა, თან დნმ არ ემთხვევა, თან არის ისეთი ფაქტები, რომ მაგ გაწყვეტილია ეს ჯვარი, იქ ბიჭი ნაცემია, ომარი ექსპერტიზაში პირდაპირ აღწერილია, რომ გარდაცვალების წინა პერიოდშია ეს მომხდარი, ნაცემი, ეს დაზიანებები, ეს ყველაფერი. მაშინ რა დავარქვათ ამას? თუმცა ის არის გასაკვირი.
დაიჯერა ეს ყველაფერი და შესაბამისად საჯულმა დაიჯერა, მე არ მჯერავს რომ საჯულებს ეს დაიჯერეს. იცით სამწუხაროდ მე ეს მაგათ ხელში იყო ყველაფერი ერთ სიტყვით სადავეები ამ საქმისა, მაგრამ ძალიან მიგვირს მე საჯულებს მინდა მიმართო რომ ეჭვმეპარება სხვას ხო არ გადასცეს ეს სადავეები მათმა, მაგრამ დღეს რომ მე სხვას არ ვიცი ვის ვინ იმოქმედა ზეგავდა. საჯულები ვინ აირჩია? ვინ აირჩია და ზოგადად აირჩიეს შერეულად ერთმა მხარემაც და არა მე როგორ მივიღებდი მონაწილეობას მე ანუ ამ შემთხვევაში თქვენ შვილს ამ შემთხვევაში მე საერთოდ ხმა არავინ არ ამომაღებინა გესმით აი როგორ მინდოდა რომ გამოსულიყავი სასამართლოზე ჩემი ორი სიტყვა დამეფიქსირებინა თუნდაც ერთი მხარის მიმართ თუნდაც ჩემს შვილს შევკითხოდი რაღაცას თუნდა იქ მაგრამ არ მომწეს ამის საშუალება მე რატომ გავხდი პრობლემა მე ბოლო წუთებში გავიგე რომ მე თურმე განცხადებითაც მივმართე ქალაქის პროკურატურას არანაირი პასუხი არ მივიღე და აი ახლა მდგევარ და ვლაპარაკობ და ბოლოს ქაბატონულია რას აპირებთ გაჟღერდა ინფორმაცია თითქოს გარკვეული ან აქციები გაიმართება მე აქციებზე ვერაფერს ვერ გეტყვით ნამდვილად ეს სურვილებმა თვითონ გადაწყვიტონ მაგრამ მე რისი უფლებაც დამრჩა აი ამ გადასახედიდან მე მაქსიმალურად ყველაფერს გამოვიყენებ გასაგებია და ბოლოს კიდევ ერთი კითხვა თქვენ ამბობთ რომ დარწმუნებული ხართ მაგდას უდანაშაულობაში თქვენ ხართ დედა მაგრამ ამავე დროს თქვენ იყავით ბებია 5 წლის თორნიკესი ერთი წუთით მაინც მაგალითად არ დაგიშვიათ აზრებში რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში რომ მაგდას შეეძლო ეს დანაშაულები ჩაედგა ვერანაირად ვერ დაუშვებ. ეს ბავშვი ჩემთვის თავის მშობლებზე წინ დგას. მიუხედავად იმისა, რომ ომარი ჩემი სიძე იყო კიდე და ვათანაბრებ ბავშვსა და ომარის ამ წუთას მე აი შოკია ჩემთვის მათი დანაკლისი. მე ერთი წამითაც ვერ დაუშვებ, ვერც ომარიზე და ვერც ბავშვზე მაგდას მკვლელობას. ხახნო, ეს ფაქტებია, ეს გამოძიება. ხელახალ გამოძიებას. ბატონო, კი. ხელახალ გამოძიებას. რა თქმა უნდა, ამიტომ აღვნიშნე, რისი უფლებაც მაქვს, მე ყველაფერს გამოვიყენებ. არ დავტოვებ არავითარ შემთხვევაში მთელ დედამიწას გავაგებინებ ამ ამბავს.